აქ პირდაპირ ამ ხელს რა ადამიანს რომელსაც ამ ხელა ქონება აქვს ვერ შევა. ნახეთ, აქ როგორც ფულადი საკითხია, ისე პატივმოყვარეობაა. პატივმოყვარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც აგერ პირდაპირ გეუბნება, რომ მომემსახურეთ და უწმინდესი უნეტარის მიწოდეთ და თანაც $100 ფეხსაცმელად ჩამოთვიდო, აი ესეთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება სასუფეველებს შესვლა. ხოლო მათ უმეტესად განკვირდებოდა და იტყოდა ურთიერთას და ვის ძალუც ცხონებად მიხედა მათ იესო და რქვა კაცმა, აი ძალიან მაგარია ძველი ქართული ენა, იმიტომ რომ სწორი, ჩასწორებული სიტყვებია უკვე რა. აი ამით რომ ვასწორებთ ახლა ჩვენ სიტყვებს, პრინციპში აქ უკვე ჩასწორებულია და რომელიც უ-ვთ შეიცვალა, ისე უნდა შევცვალოთ უ-თ, იმიტომ რომ დამახინჯებული ენით ქრისტეს ჩვენ ვერ შევხვდებით.